და მოდი აქვე ასევე გავხსნათ ასეთი თემა, ვინ გიყურებთ სოციალური ქსელებიდან ფარულად, ვინ გაკვირდებათ. მოდი ვნახოთ აბა ვინ გაკვირდებათ სოციალურ ქსელებში ფარულად, ვინ გიყურებთ სოციალურ ქსელებში. აბა ვნახოთ. და მოდი განვიხილოთ და ვნახოთ აბა ვინ არის ეს პირობა, ვინც თქვენზე ფარულად ფიქრობს და ჩვენ ვფიქრობთ. ანუ თქვენත් ორიანტ ასევე გვიჩვენებს, რომ ეს ფიქრები სიყვარულთან და სიმპათიასთან არის დაკავშირებული. აქ ნამდვილად არის გრძნობა, ურთიერთობის სრული ძლიერი მიზიდულობა თქვენთან მიმართებაში. ცხრენეხმლები აქვე გვეუბნება პირველი არკანი, რომ ეს ადამიანი ძალიან ნერვიულს და ვერ ისვენებს ღამით ფიქრებში, ასე ვთქვათ, ათენებს. შეიძლება ტკივილიანიც კი იყოს ეს ფიქრები მისთვის და ეს ტკივილები ღამე არ ეძინებდეს. ხო, გულის ტკივილები, სულის ტკივილები რომ არ შეუძლია გითხრათ რა გრძნობს. თასები დედოფალი ჩვენს რომ თქვენ მის თვალში ხართ ნაზი, ემოციური, სუფთა ენერგიის ადამიანი, სუფთა წრფელი პიროვნება, რომელიც მის გულს, ასე ვთქვათ, ძალიან იზიდავს, აი თქვენ ძალიან იზიდავთ თქვენი სითბო, თქვენი წრფელი გული, თქვენი წრფელი ხასიათი და თქვენი სინაზით. სამყარო კი გვიჩვენებს, რომ თქვენ მისთვის იდეალი ხართ, როგორც ქალის ეტალონი, თითქოს სრულყოფილი, მიმწვდომელი და მასზე მაღლა მდგომიც კი ისთვით, რომ თქვენ რეალურად მასზე მაღლად გახართ და რომ თქვენ მასზე უკეთეს იმსახურებთ. ეს ადამიანი, ვინც შინაგანად გრძნობს ძლიერ სიმპათიებს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ გარედან ვერ ბედავს ამის გამომჟღავნებას, თქვენზე განუწყვეტლივ ფიქრობს და ნერვიულობს და ძალიან დიდ დარდებშია, ღამითაც კი ვერ ძინავს. შინაგანად აქვს დიდი ემოცია, რეალურად ხედავთ როგორც განსაკუთრებულს, თითქმის სრულყოფილს, ხო, სდუმს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვერ ბედავს თქვენთან იმის თქმას თუ რას ასე ვთქვათ გზნობს თქვენთან მიმართებაში. ანუ მაგრამ ასე ვთქვათ მისი გული სავსეა, აი სულ თქვენ ხართ მის გულში, მოკლედ ასეთი რაღაც ხდება, ხო? თუ ეს გაშლა, ესე იგი თქვენთან რეზონირებს, დალაიქეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ ვიზე იფიქრეთ ამ წამს, ვინ მოგაგონებთ, ვინ მოვიდა თქვენს ფიქრებში, ვინ შეიძლება იყოს ეს პიროვნება და გამოიწერეთ ჩემი არხი ნომერი, გამოგშეთ ახალი ტაროს გაშლებით, ჩამოძვირფასებო და კარგებო. აქვე მინდა რომ მოდი დავახასიათოთ ახლა ეს პიროვნება. მოდი ვნახოთ ვინ არის ეს პიროვნება, ხო? ორ წამში ვნახოთ რა. და რატომღაც მომინდა რომ ესეც მენახა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე და თასების ტუზი რას გვეუბნება, ხო? ეს ვფიქრობ, რომ ეს არის კავშირი სამსახურთან მიმართებაში, ეს არის თქვენი კოლეგა შესაძლოა, შეიძლება იყოს თქვენი უფროსი, რეალურად პენტაკლების დედოფალი და მეფე პენტაკლების გვიჩვენებს, რომ სამუშაო გარემოზეა საუბარი აქ, პრაქტიკულად ესე იგი კავშირს ვახასიათებთ, ხოლო თასების ტუზი გვეუბნება იმას, რომ სამსახურში ჩუმად თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას აქვს სიმპათიები და გრძნობები. ეს არის პიროვნება, რომელიც არის სამსახურიდან კოლეგა თქვენი, რომელსაც ფარული გრძნობა გაუჩნდა თქვენთან მიმართებაში. შესაძლებელია მივხვდეთ კიდევაც ვინ არის და დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო. კოცნით, გეხვევით, მიყვარხართ.